მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საჯარო სხდომის ფორმატში. დღეს ჩვენ ვინაიდან პლენარული სხდომა პარლამენტის და რეგლამენტის თანახმად არ გვაქვს უფლება, რომ პლენარული სხდომის პარალელურად სხდომები გავმართოთ, რაც სავსებით ბუნებრივია. გვყავს მხოლოდ ერთი პირი მოწვეული, ეს გახლავთ ბატონი გიორგი ხოჭავა, რომელიც უკვე მობრძანდა, როგორც ვიცით და სამდინოს თხოვ რომ შემოაცილოს სხდომის დარბაზში. ბატონი გიორგი ჩამობრძანდა სამეგრელოდან, ზუგდიდში ცხოვრობს ის და მას ჰქონდა მომართვაც და დიდი სურვილიც, რომ კომისიისთვის საჯაროდ მოეხსენებინა იმ პრობლემების შესახებ, რაც მას დაატყდა თავს. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, dabრძანდით თუ შეიძლება. ფიქსირებთ პატივისცემას, ვაფიქსირებთ თქვენს dabრძანდით. მადლობა, ჩვენც გიდასტურებთ პატივისცემას. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. თქვენ გქონდათ უკვე 20-25 წუთი იმისთვის, რომ მედიასთანაც გქონოდათ ურთიერთობა და მეტნაკლებად ასე ვთქვათ, გაცნობოდით იმ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც დღევანდელი სხდომა წარიმართება, გულისხმობ პირველ რიგში დროს რეგლამენტს და ასევე გაეცანით სამდივნოსთან ერთად იმ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას. წესი არის ასეთი, რომ მე თქვენ უნდა გაგაფრთხილოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა კომისიის წინაშე. ასევე კითხვებზე უარი ან კიდევ პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლისამართლებრივი წესით. ეს დოკუმენტი თქვენ წინ გაქვთ, გაცნობილი ხართ და გთხოვთ ამ გაფრთხილების დასტურად ხელი მოაწეროთ და შევუდგებით მუშაობას. კი ბატონო. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, ასე გავაკეთოთ, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. თქვენ აიღეთ 15-20 წუთი, რაც ალბათ საკმარისი არ იქნება იმ დიდი პრობლემების მოსაყოლად, რომლისთვისაც თქვენ ჩვენს წინაშე გამოცხადით, თქვენ სამეგრელოდან მობრძანდებით და მადლობა, რომ ამ ხელაგზა გამოიარეთ. ჩემი და კომისიის სახელით თქვენ და მთელ სამეგრელოს ამ ჩვენთვის უძვირფასეს კუთხეს უდასტურებთ დიდ სიყვარულს და პატივისცემას. თქვენ აიღეთ ეს დრო 15-20 წუთი ქრონოლოგიურად და ისეთ გასაგებენაზე, რომ წარმოიდგინოთ, რომ ადამიანებმა შეიძლება თქვენ როდესაც ეს უბედურება, რაზეც გინდათ გვესაუბროთ, თავს დაგატყდათ. ადამიანი მცირეწლოვანი იყო, სკოლაში სწავლობდა და არ იცის არაფერი. აი ესეთ ადამიანებს უყვებით, ჩათვალეთ და ლაივში გადაიცემა ეს მით უმეტეს ქრონოლოგიაც დაიცავით, ანუ რის მერე რა მოხდა. მოგვახსენეთ და შემდეგ ჩვენ დაგისვამთ კითხვებს და აი ამ ფორმით შევეცადოთ, რომ ავუწყუროთ ის, რაც გაქვთ ჩვენთვის სათქმელი. თუ ეს მისაღებია, მიკროფონი ჩართულია და გთხოვთ დაიწყოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმები ყველა სწორად საღად მოაზროვნე ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან რთული არის იმ ყველაფრის გახსენება, რაც ამ ბოროტმა, დიქტატურულმა, ფაშისტურმა რეჟიმმა გადამატანია მე პირადად და ჩემს ოჯახს. მაგრამ მე შევეცდები, ეს იყო 15 წლის წინ, მე მაშინ ვიყავი 19 წლის და შევეცდები მივუყვე ქრონოლოგიურად და მოვუყვე ის ყველაფერი, რაც დამმართეს მე პირადად და ჩემს ოჯახს. მე ვიცი, რომ აქ სამეგრელოდან მე ერთადერთი არ ვარ, ვინც აქ იყო. აქ იყო ყოფილი პატიმარი არქანია და ლეგენდები დადიოდა ამ ბიჭზე თუ რა გაუკეთეს, როგორ აწამეს, როგორ დაჩაგრეს და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვიცი, რომ მე ვარ ზუგდიდიდან ჯერჯერობით აქ ერთადერთი და ზუგდიდში სააკაშვილის რეპრესიებმა ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალა. პირველ რიგში მე მინდა ჩემს მშობლებს ახლა მივმართო. მე აქ უნდა მოსულიყავი ჯერ კიდე 10-15 დღის წინ. დამიკავშირდნენ აქიდან და მითხრეს, რომ თუ მქონდა სურვილი
მოსულიყავი და მომეყოლა ისტორია, რომელიც მე გადამხდა თავს. მე მივმართავ და ვეტყვი ჩემს მშობლებს, რომლებსაც ეშინოდათ ჩემი აქ მოსვლის და მითხრეს შემდეგი რაღაცა, რომ თუ ოდესმე ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ უარეს გვიზამენო. მე მინდა ისინი დავამშვიდო და უთხრა, რომ სააკაშვილის დიქტატურული ხელისუფლება, რეჟიმი არასოდეს არ დაბრუნდება საქართველოში და ზუსტად როგორც საუბარი დავიწყე, საღად და ჯამრთელად, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები საქართველოში ძალიან ბევრნი ვართ და არ დაუშვებ ჩვენ ამას. იყვნენ ჩემი მშობლები მშვიდად, ვიცი რომ ეხა ზიან და ყოველ თითოეულ ჩემს სიტყვას ყურადღებით აკვირდებიან. მინდა დავამშვიდო და უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება, გეჭრებით და ვუდასტურებთ ჩვენს მათ პატივისცემას თუ გვისმენენ. დარწმუნებული ვარ, ნერვიულობენ, იმიტომ რომ შვილის გასაჭირზე უფრო დიდი გასაჭირი მშობლისთვის ალბათ არ არსებობს და მათ ვუდასტურებთ დიდ პატივისცემას და უერთდები იმ თქვენს ნათქვამს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და სააკაშვილი და ახალაიების კლანი და კიდევ სხვა კლანები ვერ დაბრუნდებიან საქართველოში. ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ. ეხა ვივამედიდან დორბლიანი სააკაშვილი მიყურებს. როგორც მე, ისე ყველა აქ მოსული ადამიანის ყოველ სიტყვას აკვირდება და ალბათ იწერს, რომ ვინ რამდენჯერ ახსენა მისი სახელი. მე მას ვეტყვი, რომ თავიდან ბოლომდე მომისმინოს და 19 წლის უდანაშაულო ბავშვს როგორ უქცია ცხოვრება ჯოჯოხეთად იმ დროს კარგად მოისმინოს. ასევე მიუმართავ მეგის ქარდავას, რომელმაც ამიკვიატა, რომელმაც გამამწარა, რომელმაც დაგეგმა ეს სპეცოპერაცია, რომელიც მე მომიწვეს. ეხლა მე დავიწყებ და მივყვები ყველაფერს როგორც იყო თავიდან ბოლომდე. 19 წლის ვიყავი. საღამო პერიოდი იყო და მივდიოდი რაღაც საქმეები მქონდა ნათესავთან და ნათესავის სახლიდან ბრუნდებოდი სახლში. სახლამდე დაახლოებით მქონდა დარჩენილი 600-700 მეტრი გასავლელი. გააჩერა ორმა პიკაპმა. გადმოცვიდნენ ესენი და ჩამსვეს მანქანაში. აბსოლუტურად ერთი სიტყვაც არ უთქვიათ და ვაღიარებ, რომ სანამ სამმართველოში არ მემიყვანდნენ, მათ ჩემთვის ხელი არ დაურტყმთ. მემიყვანეს სამმართველოში. სამმართველოსთან გაჩერდნენ. დაახლოებით 5 წუთში სამმართველოს ეზოდან გადმოვიდა მეგის ქარდავა. ჩაჯდა თავის მანქანაში და როგორც მეგის ქარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგისთან. ეს არა ადამიანი, მხეცი, ცხოველი, რავი, ცხოველიც არ ეწოდება ალბათ ამ ადამიანს. მეუბნება რაღაც საქმეებს, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი. და მეუბნება, რომ ეს ქურდობა გავაკეთე მე და ეს ქურდობა უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში რამოდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. მე მას უთხარი შემდეგი სიტყვები, რომ ეს ქურდობა მე არ ჩამიდენია და მე არ ვაპირებ ამის აღიარებას. ბოდიში გიორგი, ვინ არის ამ დროს მეგის ქარდავა? რას წარმოადგენს თან? სამხარეოს უფროსის მოადგილე იყო, თუ ზუსტად არ ვწდები ამ დროს, ამ პერიოდში. ეს ხდება ზუგდიდში, ბატონო გიორგი, 2010 წელია, ასეა? 2010 წელს ზუგდიდში მეგისი ქარდავა არის პოლიციის სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე. ამას ყვებით, კი ბატონო. კი ბატონო. თვითონ დაძრა მანქანა და ყოფილი ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე
წამიყვანა. რამოდენიმე მანქანა გაყვა, დაახლოებით 10 მანქანა გაყვა უკან და ის პიკაპებიც, რომლებმაც მე დამიჭირეს. უკვე მოსაღამომდა და ესე წრეზე დააყენეს მანქანები. აანთეს ფარები. და წრეზე შუაში მიმიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ მუხლებზე უნდა დავჩოქილიყავი. მე ამ მომენტში მათ არ ვიცოდი რა ხდებოდა და აბსოლუტურად რეაგირება არ მქონდა. არ ვიცოდი ჩემ თავს რა ხდებოდა და ამ მომენტში მეგისკარდავამ დამარტყა და დავეცი ძირს. დაახლოებით 20 ადამიანი ფეხით, ხელით ცემდნენ, დამიწყეს ცემა და ამ ცემის პერიოდში ჩამიდეს კონკრეტულად კოხტა კოდუამ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ისეთი ნაცემი ვიყავი, ალბათ სხეულზე ადგილიც კი არ მქონდა დარჩენილი, საიდანაც სისხლი არ მომდიოდა. მე ვეგდე ძირს და სისხლის გუბეები იდგა. მაშინ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვიყავი პატარა ბავშვი, დიდი თმები მქონდა, დიდი ხუჭუჭა თმები მქონდა და თმებით ძირს ვეგდე და ესე გადამატრიალა მეგისკარდავამ და ჩემ სისხლის გუბესთან დამადებია თავი და მითხრა, რომ ამელოკა. მე ისევ რეაგირება არ მქონდა. თვითონ დამადებიეს თავი და ჩემი სისხლის გუბეთი მომისვარეს სახე. მე არ ვიცი, ეხლაც კი ვერ ვაცნობიერებ, დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ჩემი წამება. აქედან მე წამიყვანეს სამმართველოში და გააგრძელეს ჩემი წამება. თხოვდნენ იმის აღიარებას და ეგრეთ წოდებული ალიბების დადებას, ფაქტების მე თქვა, სად იყო ეს კონკრეტული ფაქტები. რაც არის ის ადამიანმა მაგას ვერ ეტყვი. მე მათ უთხარი, ეს იყო რამოდენიმე საათი იყო გასული ალბათ ჩემი დაპატიმრებიდან და იმ მდგომარეობამდე ვიყავი. ბავშვი მისული რომ ავდექი და უთხარი, მე ეს არ გამიკეთებია. თქვენ თუ ასე მიდგებით, ნუ მაწამებთ, შეგიძლიათ მომკლათ. დამცინოდნენ, აფურთხებდნენ. ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. წამიყვანეს ჩემთან სახლში. უკვე ღამე იყო. სახლში ეს ამბავი არავინ არ იცოდა ჯერ კიდევ. მე მიყვანეს სახლში. მოითხოვეს მეზობლები შემოსულიყვნენ. რომ მოწმის სახით დასწრებულიყვნენ ეგრეთ წოდებულ ჩხრეკას, მაგრამ წინასწარ ვიტყვი, რომ ჩემი სახლიდან არაფერი არ მოუღიათ. მოწმის სახით შემოვიდა ჩემი თანატოლის, ჩემი მეზობლის, ჩემი ახლო მეგობრის მშობლები. გონერი ჩუხუა, ადამიანი, რომელმაც
ხმა ამოიღო და მათ უთხრა, როცა მე გისქარდავამ და კოხტა კოდუამ. დედაჩემმა როცა ნახა, დაიწყო ყვირილი და გახდა ცუდად. როგორც მოასულიერეს, მე გისქარდავამ და კოხტა კოდუამ დედაჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს ჩემმა მეზობელმა გონერი ჩუხუამ ამოიღო ხმა და უთხრა თუ რა შვებოდნენ, რა საკეთებდნენ ისინი. ადამიანი ისე ცემეს, რომ ადგილზე მიაღებიეს ინსულტი. ეს ადამიანი დღემდე მეორეჯერ მიიღო მაგის მერე ინსულტი, მე მათთან შეთანხმებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი აქ მომეყოლა. მე ამ ადამიანს უსურვებ ჯანმრთელობას, მისმა შვილმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბოდიშით რამოდენიმე წლის უკან წაიყვანა საფრანგეთში, რომ იქ ემკურნალა მამამისისთვის. ჩემი სახლიდან არაფერი არ ამოუღიათ. მე ისევ წამიყვანე სამმართველოში. მე მანახეს როგორ მიაყენეს დედაჩემს ფიზიკური შეურაცხყოფა და მე შეიძლება მათთვის ყველანაირი ჩემს მიმართ შეურაცხყოფა მეპატიებია, მაგრამ მე არ ვაპატიებ მათ, რომ შეეხეს ჩემ გამჩენ გამზრდელ დედას. მაპატიე დედაჩემ გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ეგრეთ წოდებულ ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამა ჩემი და დედა ჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. ისევ დამაჩუქეს. მე გისქარდავამ დამადო თავში იარაღი. არა. ამოსაცნობ ოთახში შემიყვანეს, მე მათ იქით ვხედავდი. თვითონ მე ისინი ვერ მხედავდნენ. და მეუბნებოდა, რომ მე შენ ეხა გეისვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები და მე დავხოცავ შენ მშობლებსო. დავხოცავ შენ ძმასო, 14 წლის ბავშვს. ბოდიშით. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამოდენიმე წუთით მაინც გამეინეიტრალებინა ეს სიტუაცია. და მე მას ვუთხარი, რომ ეს არ გაეკეთებინა და ერთ-ერთზე კაბინეტში დამჯდარი იყავი და გვესაუბრა. მან მითხრა, კარგიო, შევედით კაბინეტში. და მე მას ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია, შენ ეს იცი. შენ უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკლა გინდა, მე მომკალი. ჩემი მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა. მე მაგის მერე ჩემი მშობლები ვნახე მარტო სვიდანიაზე. იმ დღეს მე არ მინახია ჩემი მშობლები. შემაგდეს
ეგრეთ წოდებულ კაპეზეზე და 3 დღის განმავლობაში და ვაღნიშნავ ერთ რაღაცას 2 დღით ადრე დამიჭირეს ვიდრე თვითონ მე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი 2-3 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს არ მაჭმევდნენ საჭმელს რამოდენიმე საათის გამოშვებით გავყავდით აწამებდნენ ცემდნენ ელექტროშოკერებს იყენებდნენ ყველა ცემის ეპიზოდში თითქმის სასამართლო პროცესის დღე დადგა. ძალიან ცუდად ვიყავი. დანგრეული ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. მე მიყვანეს სასამართლო პროცესზე. და დედაჩემმა ისევ რომ ნახა დაიწყო ტირილი. როგორც დედაჩემმა ისე ჩემმა ნათესავებმა. მე უთხარი მოსამართლე შემდეგი სიტყვები. ბატონო მოსამართლე მეთქი. მე უკვე აღარ შემიძლია. მე უკვე ვგრძნობ რომ ვერ გავძლებ. და გთხოვთ რამე მოიმოქმედეთ ციხეში შეყვანის დროს. რო ფიზიკურად არავინ არ შემახოს. მე მოსამართლე მიპასუხა რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა. გადამიყვანეს ზუგდიდის ციხეზე. როგორც კი შემიყვანეს მიმღებში უთხრეს. მოკალით და ათქმევინეთ. ზუგდიდის ციხეზე შესულისთანავე დაიწყო ისევ ჩემზე ფიზიკური ძალადობა. ისევ ჩემი წამება და არაადამიანური მოპყრობა. მე ენით ვერ ავწერ იმას თუ რა მეთოდებით ცემდნენ და მაწამებდნენ ეს ადამიანები. ესე წრეს გააკეთებდნენ, იცოდნენ, ყველას ესე უკეთებდნენ და შუაში დაგაყენებდნენ. ყველა ერთად გირტყამდა, ზოგი ფეხს, ზოგი ხელს, ზოგი კიდე ხელში რაც ეკავა და ასე შემდეგ. ამ დროს ჩამოვიდა ჯიჭონაია დიმიტრი, რომელსაც ჩემს საქმეზე აქვს ბრალი წარდგინებული და რამოდენიმე 10 წელზე მეტი სასჯელი აქვს შეფართებული. მე თქვენ გეტყვით, რომ ჩემს საქმეზე 2014 წელს რამოდენიმე ადამიანი მიეცა პასუხისმგებლობაში. როცა მე თავისუფლებაზე გავედი და ეს იყო ციხის თანამშრომლები. დღეს მე პატივცემული კომისიისგან პატივცემულებო ვითხოვ ჩემს საქმეზე წარედგინოს ბრალი მეგის ქარდავას, წარედგინოს ბრალი კოხტა კოდუას და კიდევ რამოდენიმე თანამშრომელს. გავაგრძელებ საუბარს. ციხეში გრძელდებოდა ბატონო გიორგი, მაპატიეთ, არ გადაგავიწყდეთ, რასაც ამბობთ. აქ რომ 2 წუთი შევისვენოთ, თქვენც დაგჭირდებათ ეს შესვენება ალბათ. რის ქურდობას გედავებოდნენ, იმიტომ რომ ის წარმოუდგენელი, რაც უკვე ამ წუთამდე მოყევით, რის გამო ხდებოდა? მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გამო ასეთი რაღაც არ უნდა მოხდეს, რატომ იყო ჩვენ ხომ უნდა შევეცადოთ, გავიგოთ, თუ ადამიანი არ არის ავად და ნორმალურია, ჯანმრთელია, რატომ უნდა სჭირდებოდეს 19 წლის ბიჭის ასეთი მეთოდებით წამება,
მისი მშობლის შეურაცხყოფა, ასე ვიტყვი, რომ კიდევ მეტად არ გავამწვავოთ ქალის მიმართ ჩადენილი ეს ქმედება. რა უნდა უღირდეს მას, რის ქურდობას გედავებოდნენ და მეორე კითხვა, ხომ არ იცნობდით მანამდე ან კოხტაკოდუას, ან მეგისი ქარდავას, რის გამოც შესაძლოა ისინი სხვა მიზეზის გამო გერჩოდნენ? მოგახსენებთ ხალბატონო თავმჯდომარე, დაგეტყვით იმას, რომ მე-9 დღე იყო დაახლოებით 8-9 დღის მერე, ეს 8-9 დღე კიდე გრძელდებოდა ციხეში შემიწამება და ადამიანური მოპყრობა და შემოვიდა ჩემი ადვოკატი ბატონი ვახტანგაბედავა და მან მითხრა, რომ ამ საქმეზე ვიღაცა დაიჭირეს და მე მომეხსნა ეს ქურდობა. და მე დამრჩა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც თვითონ ჩამიგდეს და გამასამართლეს ამ მუხლით. შესაბამისად, თქვენ ქურდობა კი არ გედებოდათ, ალბათ მე ვერ გავიგე და იმიტომ ქურდობა მედებოდა თავიდან ბრალად, მე ჩამიგდეს ნარკოტიკული საშუალება. ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა თუ რაღაცა ნივთის ქურდობა? არა, რაღაცა ნივთის ქურდობა. ნივთის ქურდობა. კი ბატონო. და ადვოკატმა მე-9 დღეს, მანამდე ადვოკატი თვალით არ გინახავთ. 8-9 დღის შემდეგ. მანამდე არ ყავდათ ადვოკატი. არა, მყავდა ადვოკატი. თვალით გნახა, კი ბატონო. მე-9 დღეს მოვიდა თქვენი ადვოკატი, რომელიც მანამდეც ნანახი ყავდათ და გითხრათ, გიორგი, გამარჯობა, სხვა დააკავეს შენ იმ ნივთის ქურდობაზე, რასაც შენ გედავებოდნენ. კი ბატონო. და თქვენ დაგიტოვეს ნარკოტიკი. რომელ ნარკოტიკზე იყო საუბარი? ჰეროინზე. 0008 იყო ზუსტად მახსოვს და კოხტაკოდუამ ჩამიგდო თავისი ხელით. და ეხა კიდევ ერთხელ იცნობდით მანამდე ან კოდუას ან ვიცნობდი მეგის კარდავას და ერთ დღეს რამოდენიმე თვის წინ ალბათ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა ბავშვობაში მიყვარდა ბილიარდის თამაში, ეხაც მიყვარს და საბილიარდე იყო ჩემთან სახლში ახლოს, მოვდიოდი სახლში და ახლოს ჩემ ჭიშკართან ვიყავი უკვე მოსული, გააჩერა მეგის კარდავამ და მითხრა მე გადმოვიდა, მე არ მივედი, გავაღე ჩემი ჭიშკარი, გადმოვიდა და მიძახა მოდი აქ, მე რო გავაჩერაო, ჩემ მამაქანამ რო გააჩერაო, რატო არ მოხვედიო, რატო არ მოიწიეო ჩვენსკენო და ჩემი სახლის წინ გადმოვიდა კიდე 4 თანამშრომელი ეჯდა ვიღაცები ჩემი სახლის წინ ცემეს და დამაგდეს წავიდნენ. ეს შეხება იყო რაღაც პრეისტორია მათი მხრიდან, პოლიციის მანქანა იყო თუ? არა, ეს იყო პრადოთი დადიოდა, შავი პრადოთი. შესაბამისად, თქვენ ვერ მიხვდებოდით, რომ პოლიციელი მოგიწოდებდათ მასთან მიახლოების. კი ბატონო, მაგრამ ზუგდიდში იმ პერიოდში პატარა ბავშვმაც კი იცოდა, 2 წლის ბავშვმაც კი იცოდა, ვინ იყო მეგის კარდავა. და თქვენ მე ეხლა პატივცემულებო ჩემგან 2-3 კილომეტრში არის პოლიციის განყოფილება. მე არ ვიცი იქ ვინ არის უფროსი, მოადგილე და არ ვიცნობ თანამშრომლებსაც. იმიტომ რომ მე ვცხოვრობ ჩემი წესიერი პატიოსნური ცხოვრებით, არანაირი შეხება არ აქვს ამ ხალხთან და დიახ. დღეს, მაგრამ გაგაწყვეტინებთ, თუ კი 2 წლის ბავშვმაც კი იცოდა ვინ იყო მეგისი კარდავა. თქვენ 19 წლის ახალგაზრდა მით უმეტეს იცოდით. დიახ. როდესაც და იცოდით, რომ ის არის პოლიციის თანამდებობის პირი. დიახ. მან როდესაც ჭიშკართან გააჩერა თავისი მანქანა, მესმის რომ ის არ იყო პოლიციის მანქანა და გითხრათ, მობძანდიო, მოდი აქ, ალბათ უხეშად მოგმართათ, ხო? რატომ არ მიხვედით? როცა მე მან მითხრა, მივედი, მაგრამ მან გააჩერა მანქანა და მან მითხრა, მე რომ მანქანა გავაჩერეო, რატო არ მოხვედი ჩემთანო? როგორც კი დამინახე, რატომ არ კი ბატონო. გასაგები. ეხა იქ ვიყავით ჩვენ გაჩერებულები, რომ დიახ, შემოვიდა ადვოკატი და მომეხსნა. ეს ხდება ზუგდიდის ნომერ 4 დაწესებულება. დიახ, ეს ხდება ზუგდიდის ციხეზე. 8-9 დღის შემდეგ, დაახლოებით 8-9 დღის შემდეგ
შემოვიდა ადვოკატი და მითხრა რომ მე ქურდობა მოხსნილი მქონდა და დამრჩა ის ნარკოტიკული საშუალება მუხლი რომელიც თვითონ ჩამიგდეს კონკრეტულად ვიმეორებ კიდევ ერთხელ თავისი ხელით მკოხდა კოდუამ და მე რა ფაქტებსაც ყვები ჩემი სახლის მისვლა ჩემი ინგირის აეროპორტში წაყვანა იქ წამება სამმართველოებში და სამმართველოებში წამებები ყველაფერი არის გადაღებული ყველაფერს იღებდნენ აბსოლუტურად როცა ეს ყველაფერი მითხრა ადვოკატმა რამოდენიმე პერიოდით ვიტყვი რომ ჩემზე ფიზიკური ძალადობა შეწყდა ჩემზე ფიზიკური ძალადობა შეწყდა და რაღაცნაირად ვცდილობდი რომ აღმედგინა ძალები და მე ეს მოვახერხე ერთ დღეს რაღაცნაირად ცოტა მაინც მოვახერხე ერთ დღეს შემოვიდა კამერაში კოდუა იყო რომელსაც ჩემი აზრით რამოდენიმე ზუსტად არ ვიცი 5 თუ 6 თანამშრომელს აეყენა ბრალი მაშინ და კოდუა იყო როგავა იყო კიდე ჯიჭონაია იყო და ნუ იყვნენ კიდე რამოდენიმე ციხის თანამშრომელი გამიყვანეს გარეთ და მითხრეს რომ ეგრეთ წოდებულ კვატიას ეძახდნენ ხელები ესე უნდა გაეკეთებია პატიმარს უნდა ჩამჯდარიყო და იქით უნდა გაეულო სანამ ისინი არ გეტყვდნენ რომ შეტრიალებულიყავი შენ არ უნდა შეტრიალებულიყავი და არ უნდა წამოსულიყავი უკან ამდენი მქონდა გადატანილი ეს ყველა უსამართლობა ჩემში იყო დაგროვილი ძალიან ისე ვიყავი როგორ გითხრათ აი პირდაპირ ვამბობ მათ მიმართ ვიყავი გონორზე აგრესიული ვიყავი რა თქმა უნდა ვიქნებოდი ავტომატურად მეუბნება ეს გააკეთებო მე მას არ გავეცი პასუხი მე როგორც წინათ ვაღნიშნე თავიდან რომ რაღაცეების აღიარებას მთხოვდნენ არ უცემდი პასუხს აქაც იგივე გავიმეორე დაახლოებით ციხის 10 თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა და დამიზიანეს ფეხი დაახლოებით 4 თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი არ მკურნალობდნენ და ბოლოს ჩვენ ნათესავები ყავს ერთი მათგან გარდაიცვალა ქირურგი კაცი იყო ექიმი და ციხის ექიმმა მითხრა რომ მას კარგად იცნობდა მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ჩემთვის შემოეტანათ სამკურნალო წამლები ისე თუ ასე ეს ყველაფერი მოხერხდა და შემომიტანეს ჩემი მშობლები ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები ნემსები იყო ეს და რაღაც არ მახსოვს რომ ნუ ბევრი პრეპარატები და მოკლედ 4 თვის მერე დავდექი ისევ ფეხზე ამ 4 თვის განმავლობაში კიდე მიმდინარეობდა ჩემი დამცირება ჩემზე ზეწოლა და ასე შემდეგ რამოდენიმე თვე უკვე გავახორციელებდა გიორგი უშუალოდ მაგას აი თქვენი დამცირებას და წამებას რასაც თქვენ ამბობთ კონკრეტულად ვინ ახორციელებდა ექნება გითხრა კონკრეტულად ახორციელებდა თითქმის ყველა ციხის თანამშრომელი როცა უკვე ფეხი მოვირჩინე და ცოტათი მაინც დავდექი ფეხზე მომცა სიცხეები არ მიკლებდა სიცხეები და მოკლედ რომ ბევრი არ ვილაპარაკო ბოდიშით გამიჩნდა თურმე ტუბერკულოზი და საბოლოო ჯამში ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი იმიტომ რომ
მათ კიდე რამოდენიმე თვე არ გადამიყვანეს ეგრეთ წოდებულ ტუბზონაზე და ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება ტუბზონაზე, მე ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ, ოფლისგან ვიღვრები და მოკლედ გეტყვით, რომ ეხლა ვარ 79 კილოგრამი და მაშინ მოვედი 38 კილოგრამამდე. შემიყვანეს ტუბზონაზე. ვიტყვი, რომ მიღების დროს ტუბზონაზე ჩემთვის ხელი არავის არ დაუდია, არ ვიყავი მე ისეთ ფორმაში, რომ ვიღაცამ ჩემთვის ეზალა და არა შეიძლება ერთი დარტყმაც და ფატალურად დასრულებული იყო ყველაფერი. დავიწყე მკურნალობა. დღეში მიწევდა 22 ცალი წამლის დალევად და ყოველდღე ნემსი და რამოდენიმე დღის მერე გადასხმების დაყენება. დღეს დამიყენდებოდა გადასხმა, მერე კიდე რამოდენიმე დღის მერე. როგორც კი დავიწყე მკურნალობა, ხედავდი, რომ ნელ-ნელა შედეგი ჰქონდა. ცოტათი დავდექი ფეხზე. ერთ დღეს მოხდა რაღაცა საკანში. შემოვიდა ზონის თანამშრომელი, ტუბზონის თანამშრომელი და პატიმრების თვალწინ დაუწყო ცემა ერთ-ერთ პატიმარს, ჩემ თანასაკნელს. აბდექი ვიწექი, წამოწოლილი ვიყავი მაგ დროს და გადავეფარე მას და უთხარი, რომ ხელი არ უნდა აეწია. ის გავიდა და შემოვიდა დაახლოებით 20 თანამშრომელი. ზონაზე მოვიდნენ ჩვენთან კამერაში და გამიყვანეს მე. დეკემბრის თვე იყო. თოვლი იყო ქსანში მაშინ. დამაგდეს თოვლში. მირტყეს. ცემეს და ეს გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. თელიანად ტანსაცმელი დამისვალდა. მკურნალობდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 22 ცალ წამალს ვსვამდი ყოველდღე. ეს ქრონიკული ტუბერკულოზის წამლები იმდენად ახდენს ადამიანზე ფიზიკურ ზეგავლენას, რომ ორგანიზმს ადუნებს. ისედაც ვიყავი ძალიან სუსტად. შემიყვანეს კარცერში. რახან ყველაფერი სველი მქონდა ჩემით ბოდიშით. გავიზრო ეს ყველაფერი. და იყო ეგრეთ წოდებული პატარა პლიტა და ამ პლიტასთან ახლოს დავიწყე გამშალება ტანსაცმლის. მოკლედ, ისევ ბევრი რო არ ვილაპარაკო და დროში ჩავეტიოთ. 18 დღის განმავლობაში დამტოვეს კარცერში. თითქმის ყოველ დღე ამ 18 დღისდან გავყავდით და მცემდნენ. ხან გავყავდით. გიორგი, ბოდიში, მკურნალობა ამ დროს აღარ გიგრძელდებოდა? მე მომიტანეს მოქონდა კი ბატონო ჩემთან წამლები კარცერში, მაგრამ მე ვარ ვთქვი წამლების დალევას. მოქონდა წამლები ჩემთან კარცერში.
სადღაც 18 დღე ვიყავი მე იქ ჯამში, მაგრამ სადღაც დაახლოებით 15 დღე იყო გასული ისე. ჩემ გვერდით ვიღაცა კიდე მოიყვანეს კარცერში. მე ფიქრობდი, რომ ეს ადამიანი იმ დღეს იყო მოყვანილი, მაგრამ თურმე შეუცვალეს კარცერის ოთახი. ვიღაცა ეს ადამიანი თურმე იყო სხვა კარცერში და ვიღაცა იქ შეიყვანეს და ეს გადმოიყვანეს ჩემ გვერდით. თურმე ამ ადამიანს მეორე დღეს უმთავრდებოდა რამდენიც იყო მისჯილი და ადიოდა ზონაზე. ამ ადამიანს გადავეცი, რომ ჩემთან მისულიყო კამერაში და ბიჭებს ჩემი ოჯახის ტელეფონის ნომერი ქონდათ და ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად მეკცეოდნენ და დაერეკა ჩემი მშობლებისთვის და მოსულიყო ქსანში ჩემი ადვოკატი, პატივცემული ვახტანგ გაბედავა. მეორე დღეს როგორც გავიდა, იმ დღესვე დაურეკია ჩემი მშობლებისთვის ბიჭებს და უთქვამთ ეს ამბავი. ეს უკვე მე-16 დღეა და მე-17 დღეს საღამოს. ღამის 12 საათის მერე არ ვიცი, ალბათ ტელეფონები ისმინებოდა, რა თქმა უნდა ისმინებოდა ყველაფერს ისმენდნენ, გვითვალთვალებდნენ, რავი, როგორ დავარქვა, ყველაფერი იცოდნენ, ჩვენი ყოველი ნაბიჯი იცოდნენ რა. და მოკლედ ამიყვანეს მე-18 დღეს ღამე კარცერში. კარცერიდან ზონაზე. უკვე ისეთ მდგომარეობას მციოდა. გარეთ იყო მინუსები და იყო ეგრეთ წოდებული რეჩკა გისოსები. იყო გისოსები და გისოსებს არ ქონდა ფანჯარა და სიცივე შემოდიოდა. და ძალიან გაყინული ვიყავი. მქონდა კი ბატონო პლიტა, მაგრამ ეს პლიტა არ მათბობდა, არ მქონდა არც ლეიბი, არც ადიალა და არც ისეთი მატერიალი, რითაც შემეძლო კიდევ მომეხურა ან რაღაცა და გამთბარიყავი. მე-18 დღეს ღამით ამიყვანეს კარცერში, კარცერიდან ბოდიშით ზონაზე და რა თქმა უნდა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უფრო კარგად ყოფილიყავი რაღაცა და მე-19 დღე იყო, მოვიდა ჩემი ადვოკატი ჩემთან. მე მას ყველაფერი მოახსენე და ყველაფერი უთხარი. ამის შემდეგ მან მიიღო რაღაც კონკრეტული ზომები. მაშინ იყო დასავლეთიდან იყო მე მისი გვარი არ მახსოვს, დირექტორი და დირექტორის მოადგილე და მე შემიყვანეს მათთან და მითხრეს, რომ არ მოხდებოდა ესეთი რაღაცები და თავი შემეკავებინა ჩემი ოჯახის წევრებისზე რაღაცების თქმას, რაც ჩემ თავს ხდებოდა ტუბზონაზე და ადვოკატისთვის. ამის შემდეგ კიდევ ძალიან ბევრჯერ განხორციელდა ჩემზე ფიზიკური ძალადობა ტუბზონაზე. მოკლედ მე დღეს რასაც ყვები ვიყავი კიდევ ერთხელ ვიტყვი 19 წლის ბავშვი და მე დარწმუნებული ვარ თუ პირდაპირ ეთერს არ უყურებენ, აუცილებლად ნახავენ იმ ადამიანების, იმ ახალგაზრდების მშობლები, რომლებიც რუსთაველზე აქციაზე დაიჭირეს. მე მოგმართავ თქვენ, პატივცემულო მშობლებო. თქვენმა შვილებმა კანონი მაინც დაარღვიეს. რაღაც კანონი და რაღაც მუხლის წაყენება შეუძლია პოლიციას ისეთი რაღაცა მაინც გააკეთეს. აი მე 19 წლის ბავშვს, რომელმაც სკოლა დაამთავრა, ჩემ დროს იყო 5-იანები.
მე სკოლა რო დავამთავრე 11 კლასი იყო და მე გახდა ბალები. აბსოლუტურად 5-ზე და 3-4-იანი მყავდა. ძალიან ბეჯითი მოსავლე ვიყავი. მქონდა ჩემი ოცნებები და მიზნები და თქვენ ეხა გამოდიხარ ტელევიზიებში და ამბობთ რომ თქვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ და არა ციხეში იჯდნენ. პატივცემულებო, მე რატო ვიჯექი ციხეში და რატომ არ ვისწავლე? დავაშავე რამე? დიახ, მე არაფერი არ დამიშავებია. ეს იყო დიქტატურული რეჟიმი, ეს იყო ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება. ვერაფერს ვერ გახდებით პირიქით. მე თქვენს მიმართ გამოვხატავ დიდ მოწიწებას, პატივისცემას. პირიქით პოლიციელებს, მთავრობის წევრებს დაელაპარაკეთ ადამიანურად. აი ასე შეიძლება რაღაცას გახდეთ და თქვენმა შვილებმა მიიღონ ნაკლები სასჯელი. მე მივმართავ აქციის მონაწილეებს. და პირდაპირ ვიტყვი. არ მეშინია, არც რომელიღაც ტელეკომპანიებისგან გაშავების ან რაღაცის, იმიტომ რომ ცხოვრებაში არაფერი ცუდი არ გამიკეთებია და ვერაფერს ვერ იპოვი ჩემი ცხოვრებიდან ისეც, რაზეც შეგიძლიათ გამაშავოთ. აქციაზე დგეხართ, ეს ჩემი აზრი არის და მე ამ აზრს ვაფიქსირებ ხმამაღლა. პირდაპირ ვამბობ და არ ვეხები 100%-ს, მაგრამ ვეხები 90%-ს. ქალს არ გავს და კაცი კაცს არ გავს, ვინც გახართ აქციაზე. ეს არის ჩემი პირადი აზრი და მე ვფიქრობ ამას ასე. ეს იცოდეთ ჩემგან. ბატონო გიორგი, მოდით თუ არ გეწყინებათ, დროდადრო კითხვებს დაგისვამთ. კი ბატონო. თქვენ რომ კარგად სწავლობდით, ეს საუბარზეც გეტყობათ. მადლობა დიდი. იმიტომ რომ სამწუხაროდ ისეთი დრო დადგა იმ გაცუდებული განათლების სისტემის გამო, რომელიც ბევრ სხვა უბედურებასთან ერთად სააკაშვილის რეჟიმმა დაამკვიდრა ჩვენს ქვეყანაში, რომ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს ქართულად და სწორად აზრის ჩამოყალიბება უჭირს. ამიტომ მადლობა რომ თქვენ და თქვენ მშობლებს რომ კარგად სწავლობდით და კარგად გასწავლდნენ და თქვენს პედაგოგებს. მაქვს ასეთი კითხვა. ჯერ ჩემ დაკვირვებას გეტყვით და შემდეგ კითხვას დავსვამ. კი ბატონო. თქვენ მაშინ თუ იყავით 19 წლის, ეხლა პატარა ბიჭი აღარ გეთქმით, ხართ? დიახ. ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ადამიანი. ჯერ კიდევ მაინც ახალგაზრდა. მე მეჩვენება, რომ თქვენ იმ ძალიან ბევრი უბედურების გამო, რაც მოყევით და რასაც ვერ მოყვებით, იმიტომ რომ ან არ ითქმის, ან კიდევ დრო არ არის ამისთვის. ყოველივე ამის გამო დღემდე ხართ გაბოროტებული. ეს მე მეჩვენება, თუ ეს ასეა. მოგახსენებთ, პატივცემულო. როგორ თქვით თქვენ? მე ბოროტი ადამიანები არ მიყვარს. ბოროტი და გაბოროტებული სხვადასხვა. თქვენ ქართული ძალიან კარგად იცით, რასაც გისმენთ, სიამოვნება, შინაარს თუ არ ჩავთვლით. როგორ აწყობთ აზრს წინადადებებს, ამიტომ ბოროტი და გაბოროტებული ორი სხვადასხვა რაღაცა. კი ბატონო, მე ესე გიპასუხებ. რომ ხართ გაბოროტებული და მე აგიხსნით რატო გეკითხებით ამას. კი ბატონო. მე მოკლედ გიპასუხებთ, რომ არა. არა. თუ არა, ეს ძალიან კარგი ამბავია და რატო? ნახეთ, თქვენ ბევრჯერ თქვით, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, რომ ისინი ვეღარ დაბრუნდებიან, რომ კოხტა კოდუას და მეგისი ქარდავას, სააკაშვილის და ახალაიების ადგილი ხელისუფლებაში არ არის და ჩვენ ბევრნი ვართ. კი, ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ ჩვენ რომ ეს ბრძოლა თქვენ და ჩვენ ვინც აქ ვართ და კიდევ მილიონზე მეტმა ადამიანმა მივიყვანოთ ბოლომდე, ჩვენთვის
წინაღობა შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ ვიყოთ გაბოროტებულები. ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, წყნარად და ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს ქვეყნისთვის და არა იმისთვის, რომ ჩვენი ძველი წყენა, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ჯავრი ვიყაროთ. მე აქ არ გამოდგები იმისთვის, რომ ვინმე ჭკუა დავარიგო, თუმცა თქვენზე უფროსი ვარ და ამიტომ არც ის არის გამორიცხული თქვენი მშობელი ჩემი თაობის წარმომადგენელი იყოს, ამიტომ გაძლევთ ამ რჩევას. ეს რაც დაგრჩათ თქვენ გულში, რომ კიდევ არიან პირები, ორისგვარი დასახელი თქვენ თქვით, ვინც პასუხისგებაშია მისაცემი. ჩვენ ამას მივაქცევთ სათანადო ყურადღებას კომისიის ფარგლებში და მოდით ამას მიხედოს კანონმა. თქვენ უნდა მიხედოთ ჩემი აზრით. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით რჩევისთვის. იმ ბრძოლას, რომელშიც ყველა ერთად ვართ ჩართული და ეს არ არის ჩემთვის, თქვენთვის, ან თქვენი ყოფილი თანამოსაკნისთვის, ან ჩვენი ყოფილი თანამებრძოლებისთვის ბრძოლა. ეს არის ქვეყნისთვის ბრძოლა. ამ ქვეყანაში ისინი, ვინც თქვენ გაწამეს, არასდროს აღარ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს მძიმე ბრძოლაა. ამ ბრძოლას ამიტომ სჭირდება ის, რომ გავმიჯნოთ პიროვნული და სახელმწიფოებრივი. რაც თქვენ არ გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი ბრძანდებით. ეს ერთი. მეორე. ეხლა უკვე საქმეს რო დავუბრუნდეთ. გაქვთ თუ არა დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები? და როდესაც თქვენ თქვით, რომ იმ ტუბ ზონაში, სადაც 35 კილოგრამი შეხვედით, მაინტერესებს რა სიმაღლის ადამიანი ბრძანდებით, იმიტომ რომ რაღაცა ზღვის მერე ეს უკვე არის კახექსია და შეიძლება ადამიანი რამდენიმე საათში დაიღუპოს. აი ეს მაინტერესებს და რამდენი ადამიანი დაგხვდათ იმ ტუბ ზონაში, სადაც როგორც თქვენ თქვით, მკურნალობის ნაცვლად თუ მკურნალობის პარალელურად ყოველდღიურად თქვენ გცემდნენ და გამცირებდნენ. ანუ სიმაღლე პატიმრის, ყოფილი პატიმრის ეს მაინტერესებს. ჩემი სიმაღლე არის ბოდიშით 171 ჩემი სიმაღლე. 171 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანი ტუბ ზონაში შევიდა 38 კილოგრამი. კი ბატონო, დაახლოებით 38-39. რომელიც იძახის, რომ თურმე რაღაცები იყო გამოგონილი და სინამდვილეში ყველაფერი სააკაშვილის დროს იყო კარგად. აი ეს მინდა გაიგოს იმ კარგად გაბუთქუნებულმა სააკაშვილმა, რომელსაც დღეს აქვს სამჯერადი კვება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ანუ საპატიმრო სამედიცინო კლინიკაში. რაც შეეხება გადატვირთულობას, ტუბ ზონაში რამდენი პატიმარი იყავით? დაახლოებით 700-800 პატიმარი. იქ იყო ტუბ ზონა 3 ზონად დაყოფილი. ინდიას ეძახდნენ, ქრონიკებს ეძახდნენ და პლუსებს ეძახდნენ. თქვენ ქრონიკებში? მე ყველგან ვიყავი. ყველგან იყავით. იქ ქრონიკებიდან მე კიდე უკეთესად რო ხდები მეორეში, იქაც უკეთესად და მესამეში. და ეს იყო ერთი ზონა. როდის გამოხვედით ციხიდან, რამდენ ხანს დაყავით მთლიანად, აი პირველი დაკავებიდან გათავისუფლებამდე? დაახლოებით 3 წელი. 3 წელი. რომელ წელს გათავისუფლდით? 2013 წელს თებერვალში. 13 წლის თებერვალში. დიახ, ამნისტიით. ქართული ოცნების მიერ მიღებული ამნისტიით გამოხვდით. როდის გამოხვიდოდით ამნისტია რომ არ ყოფილიყო? რომელ წელს? დიდი ვარაუდით, დიდი ალბათობით ვერ გამოვიდოდი. და მე რატო ვერ გამოვიდოდი? აუცილებლად მინდა რომ მადლობა მოუხადო ჩემი სიცოცხლისთვის. მე აქ არ ვიждებოდი და არ ვისაუბრებდი პატივცემულ ბატონ ბიზინა ივანიშვილს. ის რო არ ყოფილიყო, მე დღეს უბრალოდ აქ არ ვიქნებოდი. თქვენ ფიქრობთ ციხეში დაიღუპეთ? დიახ, მომეცით თქვენის ნებართვით, მომეცით საუბრის საშუალება. მე მოვისმინე თქვენგან კითხვები, რეპლიკები და მინდა რომ გიპასუხოთ. კი ბატონო. გთხოვთ. კი ბატონო. პატივცემულო თავმჯდომარე. მე არ ვარ გაბოროტებული ადამიანი. მე რაც გადავიტანე, ალბათ ცოცხალი ადამიანებიდან ძალიან ცოტა არის იმდენი, ვინც
გადაიტანა ეს ყველაფერი, რაც მოუყევი და მე ჯერ კიდე არ მომიყოლია ყველაფერი. კიდე ვაპირებ მაგ ამის დრო და კიდე ვაპირებ რაღაცეების ხმას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დაზუსტებით მინდა გითხრათ რომ ჩემი ყველა წამება არის გადაღებული. თუ არ გამიბრაზდებით, კითხავთ, ვინ გადაიღო? სად შეიძლება? თვითონ იღებდა. ვინც გაწამებდათ, მაგალითად. არა, ვინც იღებდა, ის არ მაწამებდა. ნუ მონაწილეობდა წამებაში, ამ ფორმით. მე მაწამებდნენ ვიღაცა, არ ვიცი. ესეც მონაწილეობაა თავისებურად. იდგა და იღებდა. რას ფიქრობ თქვენ, რატო იღებდნენ გიორგი ამას? ვიღაცა სიამოვნებდა ამით. შეუტანდნენ კაბინეტში და ანახებდნენ თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს. მათ უნდათ ქართველი კაცის გენოციდი უნდათ და ესეთ ხალხს უნდა დღეს მოვიდნენ ხელისუფლებაში და მე როგორც ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე მე მზად ვარ რომ გავაკეთო ყველაფერი კანონის სრული დაცვით რომ ისინი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მათ არ ქონდათ არანაირი ძალაუფლება საქართველოში და მე დღეს იმიტომ მოვედი აქ რომ მე ვიღაც კონკრეტულ ადამიანის დაჭერას არ ვითხოვ მე ჩემ პრეტენზიებს გამოუთქვამ ამ დიქტატორული ავადმყოფი ჯალათი რეჟიმის წინააღმდეგ და ეს იქნება ალბათ სასამართლო პროცესები იქაც ძალიან ბევრს უფრო დახვეწილად ვისაუბრებ და ძალიან ბევრ რაღაცაზე კიდე გავამახვილებ ყურადღებას. კი ბატონო, ანუ თანხდებით რომ ჩვენ ერთად ვიბრძვით ქვეყნის უკეთესი მომავლის, იმიტომ რომ ეს არ არის ქალბატონო თეა, მე ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ, ძალიან დიდ პატივს გცემთ. აი თქვენ ის პარტია ხართ და თქვენ იმ პარტიის წევრი ხართ და ამ პარტიაში ძალიან მაღალი თანამდებობა გააქვთ, რომ მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე აი ამ კითხვას არ ველოდი თქვენგან, რას ნიშნავს გაბოროტებული ხარ, მე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე არ ვარ გაბოროტებული, მე რაც გადავიტანე, არ ვიცი მე დღეს როგორ ვარ აქ, როგორ ვზივარ, ეს არის ალბათ ყველაფერი უფლის წყალობით და აი ამ თემაზე მოვჭით საუბარს. მე უბრალოდ მინდა რომ აღარასდროს არ დაბრუნდეს ის ფაშისტური რეჟიმი, რომელსაც უნდოდა ქართველი კაცის გენოციდი ამ ქვეყანაში. კი, ბატონო გიორგი, ნახეთ, მე არ დაგიმალავთ მიკვირს, ეხლა ესეც არ გეწყინოთ, მაგრამ ხომ უნდა ვთქვა ჩემი აზრი, მიკვირს 19 წლის ბიჭმა როგორ შეძელით ის რომ ამდენი წამების მიუხედავად ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის რომ აღიარებითი ჩვენება არ მიეცით. ეს ძალიან ბევრმა ზრდასრულმა კაცმა ვერ შეძლო. ამიტომ მოგახსენებთ. ეს მიუთითებს სულის სიმტკიცეზე ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში. ამიტომ პირველ რიგში მე თქვენს გარდა მშობლებს უნდა ვუთხრა მადლობა, რომლებიც დღესაც ნერვიულობენ და გისმენენ. მოგახსენებთ ძალიან დიდი. ნახეთ ერთი წუთით ბატონო გიორგი, მაგრამ ნახეთ ჩვენი მიზანი რა არის, რატომ გკითხეთ. ის პირველი კითხვა. ჩვენი კომისიის მიზანი პირველ რიგში არის უფრო ფართო სურათის დანახვა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შეფასება იმ დროს და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, ჩვენს მომხრეებთან და ქართველ ხალხთან ერთად, რომ ისინი არ დაბრუნდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ ამბობთ ორ ნაწილად დაყავით თქვენ თვითონვე და ჩვენ ვიცნობთ სისხლის სამართლის საქმეს, რომ ნაწილი იხდის სასჯელს და მიეცა პასუხისგებაში, თქვენვე თქვით ეს. მაგრამ არის მინიმუმ ორი გვარი და სახელი, კოხტა კოდუა და მეგისი ქარდავა, რომელზეც თქვენ ფიქრობთ, რომ იქ სამართალი ჯერ კიდევ არ აღსრულდა. ეს ჩვენ მოვინიშნეთ, მაგრამ მოდით ნუ გეწყინებათ თუ ვიტყვით, რომ
ამაზე უფრო მაღალი მიზანია ის, რაც თქვენ მინიმუმ 10-ჯერ თქვით და ჩვენი კომისიის მისიაა, რომ ესენი არასდროს არ დაბრუნდნენ უკან. ამიტომაც დავსვი კითხვა, რომ ჩვენ აქ მხოლოდ პიროვნულ საკითხებს კი არ ვიხილავთ უფრო დიდ სურათს და მე მიხარია თუ კი თქვენს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში ასევე ფართოდ უყურებთ ამ სურათს. ეს იყო ჩემი კითხვის მიზანი. ეხლა ბატონ თენგის უნდა შეკითხვა, ბატონ ალეკოს ჩემი რჩევა თუ არ გამიბრაზდებით, იმიტომ რომ გამიბრაზდით. არ გაგიბრაზდებით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს გცემ და ორი სიტყვით რაღაცას. არ დაგავიწყდეთ რას ამბობთ. ჩვენ ვართ აქ დროში შეზღუდული. დიახ. თუ თქვენი სურვილი იქნება, ჩვენ შეგვიძლია კიდევ გავაგრძელოთ სხვა დროს თქვენთან ურთიერთობა, სანამ კომისია იარსებებს. დიახ. მაგრამ ეხლა ასე მოიქცეთ. მოусმინოთ ჯერ კომისიის წევრებს. დიახ. ბატონი თენგიზი, რომელიც ჩვენ შორის ყველაზე უფროსია, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც თავისუფლების მოპოვების პროცესში ჩვენი ქვეყანა როცა თავისუფლდებოდა, თქვენ იმ დროს ალბათ დაბადებული არ იყავით, მონაწილეობა აქ მიღებული. ამიტომ მოდით მას გულისყურით მოусმინოთ და ვუპასუხოთ. შემდეგ ბატონი ალეკო. შემდეგ ბატონი ილია, რომელიც თქვენი რეგიონის წარმომადგენელია და მე მინდა მას და ევროპელ სოციალისტებს, პოლიტიკურ ჯგუფს, ჩვენს პარლამენტში ოპოზიციურ ჯგუფს დიდი მადლობა გადაუხადო დღევანდელი სხდომის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის. შემდეგ ბატონი სოზარი, ბატონი ალუდა არის რიგში თუ ჯერ გვისმენს და შემდეგ ვნახოთ. ბატონი თენგიზი, ალეკო, ილია და სოზარი. მოგესალმებით და მართლაც რთული იყო ამ ყველაფრის მოსმენა და დარწმუნებული ვარ ამის გადატანა მილიონჯერ უფრო რთული იყო და ღმერთმა გაგაძლიეროთ. მადლობა დიდი. ეხლა თქვენ თქვით რომ გარკვეული პირები მიეცენ პასუხისგებაში. ეს ზუგდიდის ციხის თანამშრომლებია თუ ზუგდიდის ციხის თანამშრომლები? კარგით. ამის თაობაზე თქვენ რაც თქვენ თავს გადაგხდათ. დიახ. დაკითხული ხართ საგამოძიებო ორგანოში? დიახ. მათ შორის მეგის ხართ დაკითხული ვარ ციხის თაობებს. მხოლოდ დიახ. მეგის ხარდავასთან დაკავშირებით არა ყოფილ ხარ დაკითხული. გასაგები, აი ეს მაინტერესებდა ეს დეტალი. მაგრამ როცა ციხის ამბები იყო, მე პროკურორს ეს ყველაფერი ეს სურათი დავუხატე. ეს წერილობით არსებობს. დიახ. მეგის ხარდავადი სამჩვენებაში ნახსენები ყავ? არა. უყურეთ, როცა ციხის ამბები იყო, ნუ პროკურორთან რა თქმა უნდა ვიჯექით ერთად და ვსაუბრობდით და ამ ყველაფერს უყურებდით. წერილობი და დოკუმენტურად ეს ყველაფერი არის. გასაგები ჩვენ ნათელია. და ქალბატონოთეა, რაც შეეხება აღიარებას ძალიან დიდი ბოდიში, ორი სიტყვით ვიტყვი. მე ბოლოს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი როცა ეს ქურდობა მომიხსნეს, ჩემინებით ვაღიარე, მე მაგასაც არ ვაღიარებდი და არ მინდოდა მეღიარებინა, უბრალოდ ჩემი ადვოკატი ისევ შემოვიდა ჩემთან და ესე მითხრა, დედა შენი მოკვდებაო, პროკურორმა შემოგითვალაო 7-დან 14 წლამდე იყო და ჯინაზეო 14 წელს მივცემთო, ჯიბრზეო და თუ აღიარებსო, მივცემთო 7 წელსო. და დედა ჩემის ხათრით, დედა ჩემის ჯანმრთელობის ხათრით, ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის ხათრით. მე ავდექი და უთხარი, ბატონო მოსამართლე, გავიცინე, ესე უთხარი, რომ დიახ. ეს ნარკოტიკული საშუალება მე მქონდა და გეტყვით ერთ რაღაცას, რომ არასდროს ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც კი არანაირი ნარკოტიკული საშუალება განასინჯი არ მაქვს და ისეთ ადამიანებთან არ მაქვს ურთიერთობა, ვინც ბატონო, ეს ჩანს. პროკურორი ვინ იყო? პროკურორი პაპავა იყო, ბერიშვილი იყო, როცა მიდიოდა ძალიან კარგი ხოთვალა რომ თუ ის პროკურორი ვინ იყო? დიახ. ვიცი მე ის პროკურორი ვინ იყო? საოცრებელი, მე თუ გაგახსენებათ მე მოგვაწყვეტ. დიახ, ვიცი მე ის პროკურორი ვინ იყო. რამდენი გქონდათ მოჭი? და ბერიშვილი და ის იყო, პაპავა, ეს იყო ციხის ამბების პროცესზე ძალიან კარგი ადამიანები.
რამდენი გქონდათ ბატონო გიორგი მოსჯილი? 7 წელი. მადლობა რომ მიპასუხეთ. ბატონი ალეკო. გიორგი მართლაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ შენი მონათხრობიდან და დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე ჩანს, რომ ძალიან მტკიცე ადამიანი ხარ და ძალიან ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში. და მადლობა ამისთვის. წეღან ახსენეს შენ, როდესაც გადაგიყვანეს სამარტოულ საკანში და იყავი დაუძრულებული, ძალიან სუსტად წამლებზე განვაცხადე უარეო და არ იღებდი წამლებს. დიახ. ეს როგორი პროტესტის ფორმა იყო? შენ გინდოდა ამით გეთქვა, რომ რაღაცა ზომები მიეღოთ, რომ დაებრუნებინეთ ისევე კლინიკაში თუ რაღაცა გინდოდა რომ სუიციდის მაგვარია, ესეთი რამეც თუ გიფიქრია ციხეში? ეს ერთი კითხვა და მე შენ თქო კითხვა. დიახ, პატივცემულო. გიპასუხებთ, ეს იყო პროტესტის ფორმა. მადლობა. ამის შემდეგ, როდესაც უკვე ხელისუფლება შეიცვალა, თქვენ გამოხვედით, ეხლა სამეგრელოში კი არა, მთელ საქართველოში წესია, ბევრს იცნობს. თუ ქონია ვინმეს მცდელობა, ამდენი ადამიანები იყვნენ, ვინც შენს წინაშე დანაშაული ჩაიდინა, როგორც სისხლის სამართლის წესით, ისე მორალურად, ისე, რა ვიცი, ადამიანურად. თუ კი ვინმეს ქონია მცდელობა, რომ შენთვის ბოდიში მოეხადა, იმიტომ რომ ის რაზეც შენ დაგაკავეს ქურდობის ნაწილი, თავადვე თქვით, რომ ის ადამიანი დაკავებული იყო, რომელიც მათ აღიარეს დანაშაული, აქ სადაც თქვენ ნარკოტიკული საშუალება გქონდა და აქ მაინტერესებს ერთი ზემოქმედება ხო გადაგიყვანეს და კი. არ მეთქია თუ ქონია ვინმეს მცდელობა, რომ რაღაცნაირად შენთან გამოენახა ის კავშირები, რომ სინანული გამოეხატა თუნდაც თავის მიერ ჩადენილი ამ ქმედებებს. დიახ, კი პასუხებთ. არავის სინანული არ გამოუხატია, რა თქმა უნდა. არავის ერთი სიტყვაც კი არ ვთქვია, რა შეეხება ზემოქმედებას ნარკოტიკული საშუალების. მე როცა მცემდნენ და მაწამებდნენ რაღაც 2 ლიტრიან ბოთლში გახსნილი რაღაცა დამალევინე, სუდად ხარ წყალი არისო. 2 ლიტრა არ იყო ბოლომდე სავსე, ნახევარი იყო წყალი და ერთი წესი ვიცი რა. ვიცოდი ეს წესი პირდაპირ ვიტყვი, რომ იქ მე არ უნდა დამელია წყალი, ესეთი რაღაცები და ეს იყო წამების პერიოდი, ჩემნებით არ დავლია. დამაგდეს ისევ გამიხსნეს პირი და ნელ-ნელა დამალევნეს ეს წყალი. ეს იყო ოპიუმი გახსნილი ბოთლში. ძალიან ბევრი რაღაცები გამოვტოვე. ძალიან. მაგრამ მოგისაჯეს ჰეროინისთვის. ხო, მაგრამ ზემოქმედება, ხო, ის მომხმარებელი, როგორც მომხმარებელი ჰეროინისთვის, დიახ. და ეს ზემოქმედებას დამიდგინდა. გასაგებია. ერთი და იმავეზე კი ბატონო. როგორც რომ დაედასტურებინათ, რომ თქვენ მიმდევარი იყავით, ასე ვთქვათ, მოხმარების. ბოდიში სწავლა მე გააგრძელეთ, შეძლებთ თუ არა? არა, სწავლა არა, მაგრამ ძალიან ბევრს კითხულობდი. სწავლას ვერც გავაგრძელებდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დამჭირდა რეაბილიტაცია საკუთარი ჯანმრთელობის და დღეს მადლობა უფალს, რომ მყარად ვდგავარ, ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ამისთვის ძალიან როგორც ბევრი ფინანსები, ძალიან ბევრი გადავიტანე ამ ყველაფრისთვის, მაგრამ მე დღეს კარგად ვარ. მადლობა და ეხლა დასაქმებული ხართ, გააქვთ თქვენი რა ბიზნესი? დიახ, დასაქმებული ვარ. ბატონი ილია. ოჯახი არ მყავს, მყავდა ორჯერ. ცოლი მყავდა ორჯერ და სულ ყოველთვის იყო პრობლემა, რომ
ყველანაირი ჯანმრთელობა წამართვეს იმისთვის, რომ ბავშვები მიყვარს ძალიან. და რთულია და მტკივნეულია იმის თქმა, მაგრამ ბუნებრივად ჩემი შვილი ვერ მეყოლება. ბატონი ილია. ბატონ გიორგი. მადლობა ამ სიმტკიცისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაიტანეთ და დღეს აქ მოხვედით. ჩვენი კუთხის ყველა წარმომადგენელ სამეგრელოში, ბევრს გაუგია ეს ამბავი, ბევრმა იცოდა. და ის რომ თქვენ დღეს ესე აზრიანად აფასებთ ყველაფერ იმ გავლილს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ იმას, რომ არ ახართ გაბოროტებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე რა კითხვებიც მქონდა ნაწილი ჩვენმა კოლეგებმა დასვეს. მე მაინტერესებდა ადვოკატი, რომელიც თქვენ ყავდათ, ეს თქვენი შერჩეული იყო თუ ეს სახელმწიფომ გამოგიჩნდა? ჩემი შერჩეული ადვოკატი იყო. გასაგები. ჩემი ოჯახი. სამეგრელო არ არის დიდი და საქართველო არ არის დიდი ქვეყანა და ყველას იცნობს, ყველა მით უმეტეს პატარა რეგიონიდან. ამდენი თანამშრომლისგან გეცნობოდათ თუ არა ვინმე მანამდე ყავდათ თუ არა ნანახიან, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ თქვენს, შეიძლება წამებაში უშუალოდ არ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ციხის თანამშრომელი იყო, ქონდათ თუ არა მათ რამე საშუალება იმისი, რომ რაღაცით მოგხმარებოდათ რაღაცაში შემსუბუქებინა თქვენი მდგომარეობა იმ დროისთვის. არა. მსგავსი არა. არც არავის იცნობდით მანამდე ან აცნობი არ შეკვედრიათ იქა? არა. პირიქით. თუ ვინმე შორიდან მაინც ვიცნობდი, ვინ ციხეზე შემიყვანა და უთხრა მოკალითო ციხეს. ხო, კითხვა ეგეც მქონდა. ვინ იყო ის, ვინც თქვა, რომ ეს თქვენ ესე თქვით, მოკალით და ათქმევინეთო? ვიცი ვინ იყო, მაგრამ შეგნებულად თქვენ ისნებართვით დავასახელებთ სახლა. კარგი. რატომ არ დაასახელებთ ბატონო გიორგი? პროკურორზე თქვით ვიცი ვინ იყო, თითქოს რაღაცას გულში იხვევთ, გასაგებია რომ ჩვენ ახლა სხვა ფორმატში ვართ, მაგრამ თქვენ ალბათ კიდევ გამიბრაზდებით, მაგრამ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ხართ და კარგია რომ გაგეღიმოთ. სულ ღიმილიანს მინდა გხედავდეთ თქვენ და თქვენს თაობას უკეთ საქართველოში. ნახეთ, ბატონ ილიას ბოდიშსუხდი ოღონდ. მეორედ ამბობთ, არ ვიტყვი და თქვენ ხო თქვენ თავს ვერ ხედავთ. ისეთ სახეს იღებთ, რომ ჩვენ გული გვტკივა, როცა ესეთი ახალგაზრდის ასეთ ნაწამებს, ნატანჯ ახალგაზრდას დღესაც ესეთი სახე ეხურება. თქვით ვინ იყვნენ, თუ გაქვთ მართლა გვარი და სახელი, რომელმაც ციხეში შესვლისას თქვა, რომ ეს ბავშვი აქედან არ უნდა გამოვიდეს ცოცხალი. ეს თქვენთვისაც კარგია ამის თქმა და ჩვენ დასკვნაში მოიხსენიებთ ამ ადამიანს და გადავცემთ შესაბამის ორგანოებს. ეს თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ პიროვნულ ნაწილში მე პირდაპირ გეტყვით, იმიტომ კი არა რომ ზედმეტად დაგამძიმოთ. თქვენ რასაც ყვებით და ეს ალბათ არის მაინც ზღვაში წვეთი, რასაც ყვებით. იქიდან ძალიან ბევრ რაღაცას ვერაფერი ვერ აღადგენს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკარგულია. აი მე ნელ-ნელა ხა ერთადერთი ქალი ვარ ამ შემადგენლობაში და თითქოს რაღაცნაირად ვცდილობ, რომ მომავლისკენაც გაგახედოთ, ხო, წარსულში ხო ვერ ვიყურებით, რაც არ უნდა მძიმე იყოს. თქვენ უნდა თქვათ, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც გასცა ბრძანება, რომ შევა გიორგი ციხეში, ზუგდიდში მოკალით. რატომ იძახით, მე ვიცი, თქვით? კი პასუხებთ. მე ვიცი მისი სახელი და გვარი. ჩვენც გვინდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლა მიყურებს და ძალიან კარგად მისმენს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ახლა ძალიან ეშინია, რომ გიორგი ბოდიში მე ის არ დავასახელო. ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებ მის დასახელებისგან, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობა არის, რომ ეს ყველაფერი მოხდება.
დავალოდები მოვლენების განვითარებას. მადლობა დიდი. ბატონო გიორგი, ნახეთ. თქვენ რო აქ მობრძანდით და რო დაიწყეთ თხრობა, თქვენ ბრძანეთ რომ საზოგადოება გვიყურებს. დიახ. ერთი არის რომ საზოგადოება გვიყურებს და მეორე არის რომ ასევე თქვენ სანამ თხრობას დაიწყებდით და კითხვებზე პასუხის გაცემას დაიწყებდით, თქვენ ხელმოწერით დაადასტურეთ. შესაბამისად კომისიას გარდა ასე ვთქვათ, რაც თავმჯდომარემაც გითხრათ შეფასებისა და ასე შემდეგ, თქვენ გაქვთ ვალდებულება რომ ასევე აქ გამოცხადებულმა პირებმა, ვინც არ მოვიდა იმათაც და ასე შემდეგ. შესაბამისად აქ ჩვენი შეხედულებისამებრ ვერ მოქმედებთ. დიახ. როგორც ჩვენ, ასევე თქვენ. თქვენი გადასაწყვეტი იყო მობრძანდებოდით, არ მობრძანდებოდით და ასე შემდეგ. თუმცა აქ გამოსაკითხი პირი, ვინც ინფორმაციას იძლევა, ამას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად თქვენ ერუდირებული ადამიანები ბრძანდებით და ხელმოწერით დაადასტურეთ ის, რომ თქვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას გადმოსცემდით სრულყოფილად, შესაბამისად რაიმეს თქმისგან თავშეკავების უფლება თქვენ არ გაგაჩნიათ, იქიდან გამომდინარე რომ თქვენ თხრობის წინვე თქვენ თვითონ დაადასტურეთ ხელმოწერით ეს. შესაბამისად არასწორი ჩვენების მიცემა, განზრახ არასწორი ჩვენების მიცემა, თავშეკავება, ამიტომ ეს სწორედ მინდა რომ გაიგოთ. ნახეთ, თქვენ ვიზეთ ბრძანებთ, ესე ყველა იტყვის რომ რაღაც ნაწილს ანუ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ისეთი აქმა არ უნდა დავტოვოთ, რომ აქ ადამიანი მოვა, რასაც უნდა იმას იტყვის, ან არ იტყვის და ამით დამთავრდება. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ მომიტევეთ, მაგრამ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, ჩვენ არ ვართ უბრალოდ შამთა ამსწრელები. ეს მეორედ მიწევს ამის თქმა. შესაბამისად ეს ზედაც კარგად იცის საზოგადოება. ეს აგერ ჩვენმა კოლეგამ თქვა, რომ სამგრელოში იცოდნენ. ეს ყველაფერი რაიმე ახალი კი არ ხდება. გონიათ რაიმე ახალია და არა უნდა ნაციონალური მოძრაობა როგორია. ან თქვენი შეფასება თუნდაც რეჟიმთან დაკავშირებით, სააკაშვილის არქიტექტურულ რეჟიმთან დაკავშირებით, ეს ხომ ისედაც კარგად ვიცით. მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში ნახეთ, ამიტომ სწორედ მინდა რომ გავიაზროთ, რომ კომისია მოქმედებს და კომისიის თითოეული წევრი მოქმედებს და მათ შორის მოწვეული პირიც მოქმედებს კანონის ქვეშ. და ჩვენი შეხედულებების ამერ ჩვენ აქ ვერ ვიმოქმედებთ. თქვენ ხელმოწერით დაადასტურეთ ის, რომ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ვალდებური ხართ რომ თქვათ. გამიგეთ? სწორედ მივხვდით ხო რას გეუბნებით. ამიტომ თქვენ ხელმოწერით გაქვთ ეს დაფიქსირებული, შესაბამისად ამის ვალდებულება გაქვთ თქვენ. მადლობა. კი ბატონო. გასაგებია და გიპასუხე. ბატონ ილიას უნდა ვაცალოთ, იმიტომ რომ მას არ აქვს ბევრი დრო. 2012 წლის მერე, როდესაც გამოხვედით, ყოფილა თუ არა თქვენს მიმართ რამე ზეწოლა ვინმესგან, ან თუნდაც ეს ფაქტი ხა რომ გვარს არ იძახით და პიროვნებას არ ასახელებთ, ხო არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ თქვენზე რამე ზეწოლაა, ირიბად ამ პირდაპირ ან ვინმე თქვენს ოჯახის წევრზე ხო არ არის მსგავსი. დიახ, პატივისცემულო, გიპასუხებთ, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა 2013-ში გამოვედი მე თავისუფლებაზე და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა ჩემს. მე მაქვს მხედველობაში იმ ხალხისგან, ვისაც ეხა თქვენ არ ასახელებთ. დიახ, არანაირი ზეწოლა. იმ ხალხისგან, ვინც მონაწილეობდა თქვენს წამებაში. არა. არა, მართლა არანაირი ზეწოლა არ ყოფილა არავისგან აბსოლუტურად. მე ვერავის ვერ დავამტკიცე. რაც არ იყო. არ არის ეს. არა, არანაირი ზეწოლა. თქვენი პროფესია რა არის? რა გაქვთ? ჩემი პროფესია ვინ მომცა იმის საშუალება მე რომ მესწავლა. მაგრამ მე მინდოდა მესწავლა რაღაც, მაგრამ რაღაცები მაინც მოვახერხე, თვითონ გავაკეთე, ძალიან ბევრი ვიკითხე და ვარ ისეთი, როგორიც ვარ დღეს. კარგი, ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი მადლობა ძალიან. ბატონი სოზარი. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა რომ მონახეთ ძალა დღეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეთ ის მართლა სული შემძვრელი და ზარღვებში სისხლის გამყინავი ტრაგედია,
რაც თქვენ გადაგხდათ თავს და დიდი ბოდიში თქვენს მშობლებს რომ კიდე ერთხელ გავახსენეთ ეს უმძიმესი ამბები. კარგად მესმის ახლა რას გრძნობენ ისინი, როცა ტელევიზორთან ისყედან და ეკრანზე უყურებენ, კიდევ ერთხელ იხსენებენ ამ მძიმე ამბებს. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ის რაც თქვენ გადაგხდათ, ეს არ არის ერთი ადამიანი, მხოლოდ ერთი ადამიანის თავს გადახდენილი ისტორია, რომელიც რამდენიმე კრიმინალმა ჩაიდინა. ეს იყო სისტემური დანაშაული, რაც დადასტურებულია მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, მაგრამ სისტემური დანაშაული რო იყო, ამის დასტურად მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც ადრეც მithქვამს. სწორედ მას შემდეგ, რაც თქვენ დაგეჭირეს, გაწამეს ძალიან მალე, 2010 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და ამჟამად მისჩივლმა და განსარჩევმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსები უკაცრავად ვახტანგ გორგასლის პირველი ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდვა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი რომელიც ენიჭება მართლა მხედრული მამაცობისთვის და განსაკუთრებული წვლილისთვის და ამავე ორდენით დააჯილდოვა მაშინდელი პოლიციის უფროსი ზუგდიდის თენგიზ გუნავა. ანუ ის ადამიანი, რომლის გარეშე ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა. განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის. იმავე დღეს 2010 წლის 20 დეკემბერს მეგის ქარდავა ეს მთავარი მწამებელი დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით ისევ განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის. ხოლო 2 წლის შემდეგ, წელიწადნახევრის შემდეგ უпростоრად 2012 წლის 19 მაისს ღირსების ორდენით დააჯილდოვა იგივე მეგის ქარდავა შემდეგი ფორმულირებით სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის. ანუ წამება იყო ადამიანების წამება იყო მისთვის განსაკუთრებული ესე მაღალი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება და ღირსეული სამსახური სამშობლოს წინაშე. რაც შეეხება ტუბერკულოზს ესეც მithქვამს ადრეც, მაგრამ კიდევ ერთხელ გავემეოროთ ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ტუბერკულოზის ესეთი გავრცელება ის იყო აბსოლუტურად შეგნებული პოლიტიკა, როდესაც ასოციაციიან საკანში სვამდნენ ტუბერკულოზიან ადამიანს და ეს არის ჰაერწოთოვანი გზით გადამდები დაავადება, რაც ნიშნავდა, რომ ერთ-ორ კვირაში ან მაქსიმუმ თვეში ყველა იქ ყოფი ადამიანი იყო დაავადებული. სწორედ ამიტომ წელიწადში დაახლოებით სხვადასხვა წლებში სხვადასხვანაირად 1000-დან 2000-მდე ახალი ინფიცირებული ადამიანი იყო ტუბერკულოზით და ბევრი მათგანი სამწუხაროდ ვეღარც გამოჯამრთელდა. უკვე პირველივე წელს 2013 და ამის მკურნალობა რო ადვილი იყო, ჩანს შემდეგიდან რომ უკვე 2013 წელს ახალი ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ჩამოვიდა 60-მდე და ეხლა ეს არის ერთეულები. და იმ ტუბზონის გამო რომელსაც თქვენ ამბობდით, იქ აშენდა დაახლოებით 500 ოთახიანი საკნიანი ახალი დაწესებულება, რომელიც მაშინ მე გავხსენი, სადაც მკურნალობდით პატიმრებს და ქალბატონმა თეატრულუკიანმა, როდესაც ის იყო იუსტიციის მინისტრი, ეს დაწესებულება დახურა. დღეს იქ ჩვეულებრივი ციხეა, იმიტომ რომ საჭიროება აღარ არიან ტუბინფიცირებულები და აღარ არის ეს დაავადება, რომელზეც არამხოლოდ საქართველოში, ევროპაშიც კი წერდნენ, რომ ევროპაში ტუბერკულოზის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო საქართველოს და უკრაინის ციხეებიდან გამოსული ყოფილი პატიმრები, რომლებიც ხვდებოდნენ შემდეგ ევროპაში. ასეც მინდა საზოგადოება მიცოდეს და ბოლოს აი ქალბატონმა თეამ თქვენ გითხათ, რომ ხართ თუ არა გაბოროტებული და პასუხიც მივიღეთ. თქვენ არ ხართ გაბოროტებული, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ჩადიოდნენ და ვინც ამ ყველაფერს მხარს უჭერდნენ, დღესაც სოციალურ ქსელებში, მათ შორის ჟურნალისტები, სტუდენტები ამბობენ, რომ პროფესორები უნივერსიტეტების რაც საოცრება, ამბობენ, რომ კი, დანაშაული ხდებოდა, აი ამ კომისიას რო უსმენენ, რასაც აქამდე უარყოფდნენ, დღეს უკვე ვეღარ უარყოფენ და აღიარებენ, მაგრამ კი, დანაშაული ხდებოდა, მაგრამ სახელმწიფო შენდებოდა და სახელმწიფოს კაცი ხელი სჭირდება. თქვენი წამება თურმე სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდებოდა და ამბობენ იმასაც, რომ დიახ, ჩვენ რომ გავიმარჯვებთ, იგივე უნდა გავიმეოროთ და ამ ადამიანებს სიცოცხლის უფლება უნდა წავართოთ ჩვენზე, ამბობენ და იმ ადამიანებზე, ვინც მათ იდეებს არ იზიარებს. ასე რომ არაფერი მათთვის არ შეცვლილა, არაფერი მათთვის არ დამთავრებულა და რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება არასდროს არ დაუშვებთ, რომ ის რეჟიმი დაბრუნდეს ქვეყანაში. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ.
თქვენ ძალიან დიდი მადლობა ამ საშუალებისთვის. ეხლა ჩვენ აღარ დაგვრჩა ბევრი დრო თქვენი ნებართვით და თუ გიორგი თანახმა იქნება სანამ შემაჯამებელ სიტყვას მოგცემთ ასე ვიტყოდი მე პირადად რომ დღევანდელი სხდომა ყველა იმ სხდომას შორის ჩემთვის ასეა ყველაზე გამორჩეული იყო ცუდი გაგებით იმიტომ რომ მოისმინო ახალგაზრდა კაცის ისტორია რომელიც თქვენ ლაშა არქანიაზე ბევრად ახალგაზრდა ბრძანდებით ასე მგონია ბევრ იმ მსხვერპლზე ბევრად ახალგაზრდა ხართ ვინც აქ გამოვიდა თქვენ დაახლოებით გიორგი ზერეკიძის თაობა ხართ თქვენის თაობა ხართ რომლის განადგურებასაც შეეცადა მიხეილ სააკაშვილი იმიტომ რომ თქვენნაირ ქართველ ახალგაზრდა ბიჭებში დაინახა მან საფრთხე სამომავლო საფრთხე თქვენ თქვით გენოციდი სიტყვა ახსენეთ ასეთი ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იმ რეჟიმის რომ ის რაც არის ქართული ის რაც არის ტრადიციებზე დაფუძნებული ის რაც არის ქართული ის რაც არის ვაჟკაცური ეს ნელ-ნელა განადგურდეს ეს იყო მათი მიზანი და შეიქმნას ახალი ქართველი რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა და როგორიც არის ყველაფერი დიახ ვეთანხმები ბატონს მასოზარმა თქვა ანტიქართველი ამიტომაც თქვენ და თქვენნაირები იყავით ერთ-ერთი მთავარი სამიზნე განურჩევლად იმისა რომ იყავით ძალიან ახალგაზრდა რომ წინ უნდა გქონოდათ სიხარული ცავსე ცხოვრება ამისთვის ყველაფერი გქონდათ კარგად სწავლობდით კარგი მშობლები გყავდათ მზრუნველობდნენ ისინი თქვენზე და ასე მოწმენდილ ცაზე თავს დაგატყდათ ის უბედურება რომლის ავტორებიც იყვნენ იმ რეჟიმის წარმომადგენლები მეგიც ქარდავა და კოხტა კოდუა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენს დასკვნაში აისახება აქ კიდევ ერთხელ ვამბობ ბატონო გიორგი ორი განზომილება ექნება თქვენ საქმეს ჩვენთვის ერთი არის პიროვნული ინდივიდუალური სადაც თქვენ გამოხატეთ პრეტენზია დავარქვათ საფუძვლიანი რომ მინიმუმ ორი პირია რომლის მიმართაც კითხვის ნიშნები არ გაუჩენიათ სამართალდამცველებს კითხვა არ დაუსვამთ და ალბათ უნდა დასვან და მეორე უფრო ფართო ეს არის იმ დროინდელი რეჟიმის წარმომადგენლების არ დაბრუნება და დაუშვებლობა რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და კვლავ მართონ ეს ქვეყანა თქვენ რაც შეგეხებათ მოდით ასე შევთანხმდეთ რომ თქვენ დარჩით კომისიასთან თანამშრომლობის რეჟიმში თუ ეს თქვენი სურვილიც იქნება მე ერთ რამეს ვისურვებდი რომ აი ეს ბრძოლა რაც კიდევ არის გადასატანი ჩვენმა თაობამ ჩემმა თაობამ და ჩემმა უფროსმა ჩემზე უფროსმა თაობამ ვიკისროთ რომ თქვენ არ გახდეთ ამ ბრძოლაში საჭირო იმიტომ რომ თქვენ თავზე უკვე ბევრი რამ გადაიტანეთ და რომ მომავალი თქვენ გქონდეთ ნათელი აი მას ვისურვებდი თქვენი საკმარისი ჭირვარამი მიიღეთ ამ ცხოვრებისგან და სააკაშვილის ავტორობით აი ამას ვისურვებდი რომ ჩვენ ვზიდოთ ის ბრძოლის ტვირთი რაც არის სატვირთი და თქვენ ამ ბრძოლაში არ გახდეთ საჭირო ნახოთ ეს როგორ გამოვა მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომისია ამას ისახავს მიზნად რომ ჩვენი დიდი მადლობა რომ მობრძანდით თქვენს მშობლებს დარწმუნებული ვარ ყველა სიტყვას ისმენენ და კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენთვის რთული იყო იქ ყოფნა მაგრამ მათთვის დარწმუნებული ვარ 10-ჯერ უფრო რთული იყო შორიდან სახლში ყოფნა და იმის ყურება მისი მათი ტყვეობაში მყოფი შვილი სრულიად ახალგაზრდა რას განიცდიდა და როგორ უნგრევდნენ მას ჯანმრთელობას და ცხოვრებას მაგრამ უფალი მაღალია და წინ ყველაფერი იქნება კარგად ხომ გჯერათ ამისი გიორგი დიახ რა თქმა უნდა მჯერა მადლობა უფალს ყველაფრისთვის როგორც ვარ დღეს და რაც მაგ დღეს ყველაფრისთვის მადლობა უფალს რომ გავიზარდე და დავიბადე საქართველოში ამ უძველეს ულამაზეს
ტრადიციულ ქვეყანაში მადლობა ჩემ მშობლებს, რომ ტრადიციულ ქართულ ოჯახში ქართული წესებით ამღზარდეს. მადლობა მათ, ვისი გვარები და სახელებიც იცით და გინდათ რომ კომისიას მოაწოდოთ, ჩვენ ღია ვართ ამისთვის. ეს შეიძლება წერილობით გაკეთდეს, ეს შეიძლება დახურული ფორმით გაკეთდეს, ამის პრობლემა არ არის, პროცედურა აგიხსნათ უკვე კარგად ბატონმა ალუდამ. და მოდით ეს გვარები და სახელები და ვინც თქვენ მიზანმიმართულად განგრიათ 19 წლის ასაკში, დაუტოვოთ კანონს, დაუტოვოთ კომისიას და ჩვენ ვიყოთ ჩართული იმ დიდ ბრძოლაში, რასაც სამშობლოსთვის ბრძოლა ჰქვია, ანუ უფრო ფართო ამბავში ერთად ვიყოთ და კანონს დაუტოვოთ თავისი სათქმელი. არ ახსრულდა სადღაც მართლმსაჯულება, როგორც უნდა ახსრულებულიყო. მოდით ერთად გავაკეთოთ ის, რომ მართლმსაჯულება ახსრულდეს და ჩვენ გავაგრძელოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა, მით უმეტეს, რომ სამეგრელო ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ის ძირძველი კუთხე, რომელზეც დგას საქართველო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თუ წევრებს აღარ აქვთ შეკითხვები, სხდომას დახურულად ვაცხადებ და ვთხოვ ჩვენს მხარდამჭერ ჯგუფს, რომ ეთერი გამორთონ.